კულინარიის აკადემია და ტაბულა წარმოგიდგენთ. ჩვენი შოუს წინა სერიებში 5 წყვილი საუკეთესო რესტორნის წოდებისთვის ბრძოლაში ჩაება. მათ შორის ყველაზე სუსტმაწყვილმა პროექტი უკვე დატოვა. შოკის მომგვრელი იყო შოუს მონაწილეებისთვის წამყვანების მიერ გაცხადებული სიურპრიზი. აი ეს 5 წყვილი თქვენ გზას გაივლის. ნინა და გიორგი, ნუცა და მიშა, მიშა და ერეკლე, ლუკა და მაიკო, გიორგი და გიორგი, იგივე გზას გაივლიან. დღეს რესტორანი ახალ მონაწილეებს პირველად უმასპინძლებს. მე-6 რაუნდი ნინას და გიორგის კულინარიული შესაძლებლობების შეფასების საშუალებას მოგცემს. მას ასე, ტაბულას ეთერში რესტორანი იხსნება. ნინამ და გიორგიმ პროდუქტების შეძენა ზღვის დელიკატესების მაღაზიიდან დაიწყეს. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან მათი სტარტერი მეტწილად ზღვის ძვირფასი პროდუქტებისაგან შედგება. კლასიკური ვახშიმის მენიუა, თავის პირველით, მეორეთ და დესერტით და ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ ესენი რას გააკეთებენ თავისას და რას ჩადებენ ამაში, მათი ხედვა მაინტერესებს როგორ გააკეთებენ. ესე იგი ჩვენ ორაგული გვინდა. ნორვეგიული 1 კილომდე. 1 კილომდე. სტარტერი. ისპანახის და ორაგულის კრემ-სუპი კრევეტებით. ისპანახი და ორაგული ეს კარგი კომბინაცია, უხდება ერთმანეთს ორი პროდუქტი, მაგრამ კრევეტი მეჩვენება ცოტა უადგილოდ. კი, ზუსტად ესენი გვინდოდა. გაჩვენოთ ეს სოფია ყველაზე კარგი პროდუქტი. ხო, ნუ ესენი კაი ფასწა. ვცდილობთ, რომ ეფექტი მოვახდინოთ, რადგან ვართ პირველი წყვილი, გვაქვს იმის სურვილი, რომ მოვახდინოთ ეფექტი. რაც შეეხება ლობსტერებს, გაცნობებთ, რომ ამ სერიის გადაღებისას არც ერთი ლობსტერი არ დაზარალებულა. ახლა კი მოდით უკეთ გავიცნოთ დღევანდელი შოუს გმირები. ერთმანეთი გავიცანით ჩვენ საერთო მეგობართან დაბადების დღეზე. შოუს უნდათ, რომ გამოსულიყავი ექიმი, იურისტი, არქიტექტორი, მაგრამ კულინარიის გარდა სხვა პროფესიას არაფერს ხელს არ ვახდებ. მინდა გავხდე ყველაზე ცნობადი, ყველაზე ანაზაურებადი შეფმზარეული. მიყვარს მოგზაურობა, მიყვარს ცეკვა, მიყვარს თევზაობა, მიყვარს კულინარია. ეს ჩემი ჰობიც არის და ყველაფერიც. ძალიან უხარული ვარ, რომ მონაწილეობ ამ შოუში. იმედი მაქვს, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ და გავიგებ იმას, თუ რის შესაძლებლობა მაქვს. თავარი ნამდვილად არ არის მოგების სურვილი, რა თქმა უნდა, ამით ყველას აქვს. თუმცა მე უშობ იმასაც, რომ ჩემზე ძლიერი კონკურენტები შემხვდებიან, თუმცა არც მე არ დავთხოვ. და ნახოთ რა გამოვა. ნახოთ, იმედია დღევანდელი დღე ამ წყვილს წარმატებას მოუტანს. აუ, მოიცადა 1 წუთი რა. წადი იქ დგას. მართვის მოძმობა მაქვს, მაგრამ მანქანა არ ყავს. გამოცდილებაც ძალიან ესეთი საჭესთან პატარა მაქვს. გიორგი, იმას უყურე. შენი გზა. თელი გზა ვიყავი დაძაბული. ცოცხალი ხომ მოგიყვანე რა გინდა? ნუ ცოცხალი მომიყვანე, მაგრამ ეს ფეხი მტკივა, შესმაგრა ტორმუს მევაჭერდი. თუ გინდა ჩართე ის. გიორგი. რა? რა ქვია იმას? სულ შენიშვნებს ვაძლევდი და მგონი ამ ჩემი შენიშვნებით გიორგი უფრო დავაბნიე. ნამდვილად. რა ქვია იმას? ციმციმას. ავაროტნიკი არ არის ქართული. მთავარი კერძისთვის ძირითადი ინგრედიენტის შესაძენად ნინას და გიორგის გრძელი გზის გავლა მოუწიათ. იხვის მკერდი ასევე დელიკატესია. ცოტა ესეთი ძვირადღირებული პროდუქტია და ამის ფუფუნება ალბათ ყოველს არ აქვს, ყველგან იყიდებოდეს. აი ჩვენი იხვა. ეს ფილი არ არის.
მთავარი კერძი. იხვის მკერდი ფორთოხლის და შერეული კენკრის соусით და სატაცურით. არ უნდა იჩქარონ, პირველ რიგში ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ფაქიზი გასაკეთებელია, რომ არ გამოუშვეთ და მე არ გამოუდეთ რეზინა. კარგებია. კაია. ძალიან მოგწონს. თავარი იყოს მედიუმი, ანუ საშუალო დონეზე შემწვარი და კანი უნდა ქონდეს კარგად შებრაწული. გამარჯობათ. გამარჯობათ. სატაცური გააქვთ? არა. აუ, ეკალა გვაქვს, სატაცური არა გვაქვს. ეკალა. ეს არის სატაცური გჭირდება ძირითადი კერძისთვის, გაფორმებისთვის გარნირად. უნდა ვიშოვოთ გიო რა, თორე ყველანაირად გვინდა, თორე აღარ გამიტყდება. სიჩქარისას ადამიანები ხშირად შეცდომას უშვებენ. ნელა. არც გიორგი აღმოჩნდა გამონაკლისი. გავაჩეროთ? თავი შევიკავე მაქსიმალურად რომ არ მეკივლა მანქანაში, რადგან გიომ დაარღვია მართვის წესები. წითელზე გაიარაო. მადლობა პატრონს, არ გაგვაჩერა და არ დაგვაგვიანა, რადგანაც დროში ვიყავით შეზღუდულები, სანამ აქ მოვიდოდით. მადლობა, წადიო. და ამიტომ გეუბნები რომ არ იცი მართლა. გითხარი დედა რა. დებილივით მიდიხარ იმენა. შეხედე რა შუქნიშანს. დამღლელმა მარშრუტმა და მცირე საგზაო ინციდენტმა წყვილის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. იქნებ გვეშველოს და აქ იქნება სატაცური. ალბათ იქნება. აი, ხელს ხო არ გიშლი. დაგვეჯახება. ლიმონი, ცოტა ამავარჩიოთ რა. ლიმონი რისთვის გვინდა, დესერტისთვის მარტო. სერტისთვის გვინდა. შეგახსენებთ, რომ ყველა რეცეპტის ნახვა ჩვენი შოუს საიტზე შეგიძლიათ. ლიმონის მუსზე ვერაფერს ვერ ეტყვი. თავარია კონდეს მკვეთრი ლიმონის გემო და არ იყოს ძალიან მჟავი. აი. რა ძაღლივით სულ შეკიდე, კიდე ხელი და უნდა იგრძნო ყველაფერი. ჩანს. უნდა შეიგრძნო. ისპანახი არის? ისპანახი არის. ვეყოფა. რისთვის ეყოფა? соусისთვის. соуси? მიმოზასთვის. მიმოზა. გვინდა ეს შევთავაზოთ ფორთოხლის ტვენთანითაც, რომელსაც ქვია მიმოსა. გემრიელი, ამონკრებული სასმელი არის და ღვინო. წითელი ღვინო, რომელსაც შევთავაზოთ ძირითად კეცთან ერთად. მე რავი, ამას ავიღებდი. უნდა მაშინ ავიღოთ. ავიღოთ ორი შეტყობილი. ნინო, ბატონო. ანკი სატაცური. აუ ბანძია რა. აუქნათ. თან მწვანე მინდა და არა თეთრი. სატაცური მაინც იქნება. ამ შემთხვევაში თუ რაღაც არის, ამას ყველგან ვიყიდით რა. თუ ის ვერ ვიშოვეთ. კარგი. დავგაზეთ მაშინ ხიზილალა გვინდა. ხიზილად გვჭირდება ჩვენი სტარტერის გასაფორმებლად. ვიზუალს უქმნის. სატაცურის ძიებამ ნინა და გიორგი აგრარულ ბაზარში მიიყვანა. დავინახე. Yes. აუ რა მაგარია. თანახი რა კარგებია. всё, ყიდულობთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით იმით, რომ სატაცური ვიშოვეთ, ვიყიდეთ. ეს არის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდით. სატაცური. ვიპოვეთ. ამით ნინამ და გიორგიმ პროდუქტების შეძენა დაასრულეს. უფრა კაია. всё, დავწნავით. მართლა დაწნარებულად, დავშდებულად, მაგრამ დროში ეხლა უცებად. დროში ეხლა ცოტა ძალიან უნდა ვიჩქაროთ. ჩვენი საღამოს თემა არის ჯაზ რესტორანი. გაფორმებად შესაბამისად არის ჯაზის სტილში. ცოტა შოქი როგორ ტყავდეს. იმას ახლოს მივიდე. ეგრე. ყავს მოწვეული მუსიკოსი, საყვირით, ყავს მიმტანები, რომელიც მოემსახურებიან ჩვენ სტუმრებს. კოზები დანების გვერდზე იტება? ხო, არა, ჩანგლის გვერდზე. ჩანგლის გვერდზე. ჩანგლის წინ. აქ. ხო. აქ, ხო? კაია გუგო ეკითხება ბიჭს. რა?
გოგო ეკითხება ბიჭს მეტი. იცოდეთ, უნდა იცოდეთ. რა ხარ შენ ყველაფერი იცით, ამამა შემიძლია ვთქვა რომ შემიძლია გაგათხო. არა, მადლობა. არ გამაშინე არანაირი სურვილი. არა შემფუგინე. გვაქვს დაწესებული დრეს კოდი, ჩვენს კონკურენტებს ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად გამეწყონ როგორც ჯაზის აღამოს შეეფერება. მოდაგ. Всё? Всё, ეს სურათი, всё. Всё. აქ მოვჭით. დადგა დრო ჩვენი შოუს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავინაცვლოთ. სტუმრების მოსვლამდე მხოლოდ 3 საათი რჩება. 390 გრამი ლიმონი. გამოვწუროთ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიწყოთ დესერტით ყველაფერი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი დრო მიაქვს დესერტს. დავწურეთ ლიმონი, გავხეხეთ ლიმნის ცედრა, ამ ლიმნის წვენში შევუვლიათ ჟელატინი, მოამზადეთ კვერცხის ცილა, დავჭერით ხილი, ეს ყველაფერი გვჭირდება დესერტისთვის. ხო გახსოვს სანამდეც უნდა ამოვიდეთ. კი. Всё? დავაი. მუსის გაკეთება ძალიან ადვილია. ვინც იცის, ვისაც ხელი მიჩვეული აქვს და კონდიტერია, რაღაცა ძალიან გათხელდა, ხო? ხო? კი, მე მგონი არ გამოვიდა. ხო? დავაი დროს თავიდან. ვინ არ ვიულეთ იმოქმედა ჩვენზე ძალიან რაღაც დროში ვეღარ ვეტევით და რაღაცები წავიდა. წარუმატებელი ცდის შემდეგ მუსის ამოყვანა თავის თავზე ნინამ აიღო და წარმატებასაც მიაღწია. რა არის? დრო და ესეთი რაღაცა მოჭირს. რას მაბობთ დღეს? 2 საათი 1 საათი ფეხი. მერე ვისეირნებს თამთელია. დესერტის შემდეგ წყვილი სტარტერის მომზადებაზე გადაერთო. ნინამ ისპანახის, ხოლო გიორგიმ ორაგულის კრემსუპზე დაიწყო სრულვა. დაფაზე მოიშუშება ორაგული დაჭრილი კუბებად. შემდეგ ანუ გადავიტანთ ქვაფში, დავამატებთ შემწვარ კრევეტებს, დავაბლენდერებთ ამ მასას და ვაზავებთ ნაღებით. ესეც მზად არის. Всё? კრემსუპები მზადაა და გიორგი იხვის მკერდის დამუშავებას შეუდგა. სახეს ფერი მომივიდა? კი. მაგრამ კიდია ეხლა დრო როცა ესენი მორჩენილია. დაწყნარდი? ამოვისმენთ ოღონდ მართლა. ტაფაზე იხვის ფილესკანის მობრაწვას უსიამოვნო გართულება მოჰყვა. მაგარი ცუდი ტაფა, გააფუჭა. ჰა? ამას შეხედე და ამას შეხედე. გამონახე. არა უშ მაინც უნდა დაიჭრას რა. არ გამოდგა ტაფა კარგი, იმიტომ რომ სიმხურვალე არ ნაწილდებოდა მთელ ტაფაზე და იხვი იბრაწებოდა სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვანაირად. так, მე соус დავიწყებ. არაფერს არ დაიწყებ, ჩერდებია. соус? არ დაიწყებ, ჩერდები. რატომ უნდა გავჩერდე? იმიტომ რომ ზუსტად რო გავა ეხლა 5 წუთი შენ მასე გაზზე არაფერი არ უნდა გქონდეს. გამიგე, გაჭერი პური, გააკეთე წყალი. რა დროს соусია? соус მერეც გააკეთე. აი ბოლო წუთებზე რო დაიწყო ამ საათმა წრეპინი, ვაფშე ბოლო მომიღო. სტუმრების მოსვლამდე 3 წუთზე ნაკლები რჩება. გავიგე. ვა. მაგრამ დროში ჩავეტია და ყველაფერი მოვასწარე. მოვიდა დრო. შევხვდეთ ჩვენ სტუმრებს. რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. ესე იგი, მე ვეოდები შენ სტოპს. 1-2 საათი წავიდა. შევა მოგვეცით ეს. ერთჯერ ანუ შეგიძლიათ ეს ერთად ამოიღოთ. შენ უბრალოდ არ შემწვარი შიგნით. კარგად გამოიყურე. უბრალოდ ვერ მივხვდი ეს ფორტოხლის ეს ნაჭრები რა კავშირში იყო. რაც არის? დღის მერე. მე მგონი რა ცუდად არ ჩაიარა.
GN's Mix House, ასე ქვია ნინას და გიორგის რესტორანს და ახლა ის თავის პირველ სტუმრებს უმასპინძლებს. უკვე დიდი ხანია გეულდებით ყველას. გამარჯობათ, რა მამაცი ხარ ჩემი გოგო. კარგია. კარგად. გამარჯობათ. თქვენ მოლოდინში, გამარჯობათ. როგორ ხარ წამობრძანდით? ეხლა ჩვენს რესტორანში წავიდეთ. დღეს ყველაფერი გემრიელი იქნება. როგორ ხართ? კი, კარგად. იდეალური. არა ჩვეულებრივი. ესეც ჩვენი რესტორანი. ჩვენი რესტორანია. დღეს გაგიმასპინძლებით. თუ შეიძლება დავბრძანდით. პირველი ეფექტი ჩემგან იყო მათ მიმართ, იმიტომ რომ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა. ჩვენი დაწესებული დრეს-კოდი, ულამაზესები იყვნენ და ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. გადახედეთ მენიუს. ესენი არიან ჩვენი გოგოები. დღეს ეს გოგოები მოგემსახურებიან. ეს არის ჩვენი მუსიკოსი, რომელიც შეიძლება დღევანდელი საღამო ავალამაზოს. დანარჩენს ჩვენ შევეცდებით, რომ გასიამოვნოთ. ცოტა მალე. კი ბატონო. ხუი საინტერესო იქნება. ველი. სასმელი ვიციან. იხვის საფამი. წამყვანების მოსვლამდე წყვილი სამზარეულოს დაუბრუნდა. გიორგიმ ინიციატივა გამოიჩინა და დროის მოგების მიზნით ნინას დაუკითხავად ძირითადი კერძისთვის соусების მომზადებას შეუდგა. ეს კიდევ ერთი კონფლიქტის საბაბი გახდა. ჩემი ცედრა. გააკეთე? კი. ჯერ გადმოიღეს. რა დროს ცედრაა სუპი გაუშვათ. გამარჯობა. კარგად. როგორ ახართ? კარგად. თქვენ? ხარ ღებავთ? ცოტა კი. მზად ცოტა ხარ? მზად ვართ. ცოტათ. არა, მაინც ველავთ. ცოტა. კაია. მოგწანდით? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ? შეეულებ. ძალიან მარი დაკარგა. რა ლამაზები ხართ? ესე იგი, მე ველოდები შენ სტოპს. 1-2 საათი წავიდა. ოპა. აი, всё. ნელა. ვაუ, რა ლამაზი გოგოები გვემსახურებიან დღეს. და როგორ ისე ხართ ჩაცმული? ქუდები რა საინტერესოა. აი ეს წარგენი როგორ ჩანს. წყალი. აგინე რომ დამისხა გიორგი წყალი. სტარტერის პრეზენტაციას წყვილმა საკმაოდ დრო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მაგრამ შედეგიც მათი გარჯის შესაბამისი აღმოჩნდა და გემოვნებით გაფორმებული კერძი ახლა სტუმრებისათვის წარსადგენად მზადაა. სტარტერი ისპანახის და ორაგულის კრემსუპი კრევეტებით. ვახარეს. შეხედეში. მადლობა. მე გადაყირავდი, დათვრა. მიდი გიორგი. მის კუზინა? ერთად ავიყო თუ ცალ-ცალ? მე მაინტერესებს ხო თქვენი რჩევა მოგვეცით ეს. ერთად. ანუ შეგიძლიათ ეს ერთად ამოიღოთ. ცალ-ცალკეც დააგემოვნეთ, შეგვაფასეთ და ზოგადად ეს ორი სუპი უხდება ერთად ერთმანეთს. გადასარევად გამოიყო. ერთებში ორი სუპი. კი. ბლენდერი არა, საინტერესო გადაწყვეტილებაა. მაგრამ მეჩვენება რომ ცოტა სხვა ტექსტურა უნდა კონდეს ამ სუპს. მე მგონი.
უნდათ რაღაცა სპეცეფექტის მოხდენა დაახლოებით. სპეცეფექტის და ძვირფასი პროდუქტების გამოყენება ორაგულის, კრევეტის და ხიზიბალის სახით. ერთად. მაგრამ ხო, ტექნიკური შეცდომები დაუშვეს. ველოდებით ძირითადად. კარგი. გასიჩით. შენ რაღაცა ფარხული საჭმელი ხო? არ არის სასიამოვნო. თევზის პატარა ნაჭრები, დაბლენდერებული ორაგული რამდენად სწორი გადაწყვეტილი. გემო განყოფილებს? ნამეტანი მდიდარი გემოები, ერთი სუპისთვის ნამეტანია ჩემთვის. ეს ხიზილალა ვერ გავიგე. ხიზილალა, კრევეტი, სანახი, ორაგული და ძალიან ბევრი ნაყინი. ძიმე სუპია. ვიზუალურად შთამბეჭდავი იყო, აი ძალიან ისე პრეზენტაცია იყო საკმაოდ. კი, დავიდეს გამიხარდა, მეთქი ეს რაღაც კარგი იქნება თქო. სამწუხაროდ არა. შიგნით ორაგულის ნაჭერი ან შებოლილი ორაგული ან რაღაცა ეს კომბინაცია ძალიან მიყვარს. ჩემი მართლა უფრო პიურეა რა ეს ვიდრე სუპი. ეს კრევეტი მეწოდება ახლა ეს რომ უნდა აქ იყოს. კრევეტს მე მგონი შევსუბუქოთ ჯობია ის ამბავი. აი დიპინგ სოუსი ეძა. ხო, დიპინგი სოუსი. გადავაში. ისე კრევეტით გასასინჯია როგორ არის მომდამი. არა. აი კრევეტი აქ ძალიან უადგილოდ არის აი ეს კრევეტი ამბობს. რაიმე კობის ტექნოლოგია ვარ და ეგეთ რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. არ იყო დამუშავებული სწორედ როგორც ყოფილიყო დამუშავებული. არ იყო ძალიან მარტივი პროცედურა, იჭრება ეს კრევეტი ხერხემაზე ყოლებაზე და იღებენ ნაწყავს იღებ მაგის. რაც მარტო ჩემ კრევეტს მაინც არ ქონდა აი დამუშავება არ ჩაუტარდა სათანადო. თან შავია ხო თეთრი რო ყოფილიყო კიდე რა შავი. აწი იყო უხეში სანიტარული ნორმების დარღვევა. არ იყო სათანადო დამუშავებული პროდუქტი. ეგრე. კაია. მანახე. კანი მანახე. მშვენივრათაა შემწვარი შიგნით. ვერ გავიგე. მშვენივრათაა შიგნით შემწვარი. ძალიან კარგი. ძალიან კაია. უსიამოვნო კრიტიკის მიუხედავად წყვილმა შემართება არ დაკარგა და ძირითადი კერძის გაფორმებას გაორმაგებული შემოქმედებითი ენერგიით შეუდგა. მათ ამ შემთხვევაშიც შთამბეჭდავ ვიზუალურ ეფექტს მიაღწიეს. ძირითადი კერძი იხვი. იხვი, მაგარი ინგრედიენტი. ძალიან ძვირფასი. მთავარი კერძი. იხვის მკერდი ფორთოხლის და შერეული კენკრის соусით და სატაცურით. ძირითადი კერძი მოვიდა. მოგვიტანეთ ძირითადი კერძი. მადლობა. კარგად გამოიყურება. უბრალოდ ვერ მივხვდი ეს ფორთოხლის ეს ნაჭრები რა კავშირში იყო. რა არის მთავარი? იხვის ფილე. არის ძალიან ისეთი ძვირფასი, ძვირი პროდუქტი. და ამის გაფუჭება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კანი ყოველთვის უნდა იყოს ძალიან კარგად შემწვარი და კნატუნა და შეცვის დონე უნდა იყოს, საშუალო. ვარდისფერის უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ეს არის ბოლომდე შემწვარი, გაფუჭებული გამომშრალი.
ძალიან გაუგნებული უყურებდი, რომ რას მეუბნებიან ესენი, რას ქვია გამომშრალი, რას ქვია არ არის. ძალიან კარგად გამოიყურება ესე, მაგრამ ეს პორტოხალი მართლა ვერ გავიგე. და არ ვიცი, უფრო კარგად ჟღერდა ვიდრე არის რეალურად რა. კარგით. მადლობთ. მე ვფიქრობ, ერთადერთი შეცდომა დაუშვეს ეს იხვის მკერდის მომზადება. სწორედ მაგაშია მაგათი შეცდომა აირჩიეს ისეთი კერძი, რომლის გაკეთებაც პრინციპში არ იცოდა. არ იცოდი, სამწუხაროდ. რა მოუხდეს კენკრისოუს? კენკრის რომ მეტი ყოფილიყო, მე უფრო მომეწონა. ნამდვილად. ჩემი შალე. ზოგი ესე, ზოგი ის. შალი, ჩემთან შალი. ჩემი იხვის ნაჭერი საკმაოდ ნოტიო იყო, ვერ ვიტყვი რომ გამომშრალი იყო. соуსი იყო ფორთოხლის соуს, ნამდვილად ძალიან გემრიელი იყო და ძალიან უხდებოდა. 100%-ით ვერ ვისიამოვნეთ, მაგრამ კერძი გამოვიდა. ჩემხელა ის აქვს შერჭობილი იქ და კონვექტომანტის ტვინი აქვს თავში. როგორ მინდის საქმე? დესერტით დიდად. ჩვენ წავიკითხეთ, რომ ლიმონის მუსი მუსი ხელით. ეს უკვე სიურპრიზია. ეს უკვე სიურპრიზი იყო. კი. და ლიმნის მუსი სად არის? აგერ გვაქვს. ავიდან ასაწყობი რომ რა უქენით? დავაციეთ. გაცივდა. შეიძლება გავსინჯო? რა თქმა უნდა. თუ სურვილი გაგაჩინე. კი. აი, როგორც ხედავ, მალე მორჩებით. კი. მელოდებით. კარგი. გადაგვიარა. ну რაღაც არ მესიამოვნე ხა ეს რაღაც აი ამ მომენტში ის რომ აი ეს არის ცუდი. ისტორია მეორდება და ნინას და გიორგის შემთხვევაშიც ჩავარდნილი სტარტერის და ძირითადი კერძის შემდეგ დესერტი დღევანდელი ვახშმის გადარჩენის ბოლო შანსია. დესერტი ლიმონის მუსი. შეგახსენებთ რომ ყველა რეცეპტის ნახვა ჩვენი შოუს საიტზე შეგიძლიათ. ნახე რა მომეწონს გამოიყურება. ჩემი თხოვნა იქნება ძალიან კრიტიკულები, ნუ იქნებით დესერტის მიმართ, რადგან ის პირველად ვიმუშაოთ მე და ჩემო მეწონა დესერტს. გავითვალისწინებ. მაგრამ კრიტიკული უკვე გამოიყურება გადასარევად. აქტივიც არის და კიდე რა არის? სხალი კევი და თუნდაც მუსი მშვენიერია. კევი მსხალი მარწყვი ესე რატო ერთად? ან რაჯანა ფიქრია. არაფერი რაც იყო ეს ექსპერიმენტი. გემოები რაგასწარი ხო ხედავ რაღაცას. მუსი მომწონს. მე ისე მომეწონა რომ კომენტარი აი კარგია. მე ვიყავ ისეთი შოკირებული პირიქით რის იმედიც არ მქონდა ყველაზე მეტად და ეს დესერტს ესე ყველაზე მეტად რაც არ გამოვიდიოდა ის გამოვიდა. ოია კაროჩე. რაც არის დღის მერე მე მგონი რომ ცუდად არ ჩაიარა. სად კარგათაც არ ჩას. ნუ ეხლა შეიძლება, მაგრამ უკეთესად შეიძლებოდა ბევრად, მაგრამ იმის ფონზე რომ დესერტი გაგუფუჭდათ, დროში შევიზღუდეთ. ბევრი ვინერვიულად. ბევრი დრო. ემოციებს ავყევით. გვინდოდა არ გვინდოდა, ვაკონტროლებთ არ ვაკონტროლებთ თავს. ანაუშავს. შოუ პირველია, რაღაცა გამოუცდელობა. ალბათ ამას თუ გაითვალისწინებენ, არ მგონია რომ რაღაც სუდად შეგვაფასონ. მოლოდინი მაქვს კარგის. დღევანდელი ვახშამი დასრულებულია. დამღლელი, რთული და ემოციებით ახსავსე დღის შედეგი ახლა ნინას და გიორგის კონკურენტებმა უნდა შეუფასონ. შეგახსენებთ, რომ თითოეულ წყვილს სამივე კერძში მაქსიმუმ 10 ქულის დაწერა შეუძლია. ეს მუსიკალური გაფორმება რაღაც ასიამოვნებო ყველაფერი. მიღებაც კარგი მგონი. მხატვრული მხარეა, კაი იყო გაფორმება ყველაფერი, ორი კერძი ჩაუვარდა პირდაპირ თქვა. ჩემთვის პირველი კერძი მორჩა იმაზე, რომ ნაწლავი პოვე კრევეთში.
ჩემი აზრით ვიზუალურ მხარეზე უფრო იყო ნაფიქრი, ვიდრე ვთქვათ თვითონ მომზადების ტექნოლოგიაზე რა. თავარ კერძშიც იყო შეცდომები, ორსთან მიმართებაში სოუსები ძალიან გემრიელი იყო. დესერტი იყო ძალიან კარგი და მან ძირითადად გადაწონა საერთო ქულის ოდენობას ვთქვა. და შევთანხმდით ერთი კერძი ჩემს ამოვარდა, მაგრამ 5 ქულაზე. ჩვენ დავწერეთ 7 ქულა. ჩემი აზრით ეს ნორმალური ქულაა. დესერტის ხარჯზე ძირითადად ჩვენი შეფასება არის 6 ქულა. საერთო ქულა დავუწერეთ 5. მოვიდა დრო მოვისმინოთ ნინას და გიორგის საბოლოო შეფასება. ნინა და გიორგი. ძალიან ისეთი რთული მენიუ აირჩიეთ თქვენ. თავიდან რო წავიკითხე, მომეწონა რომ აირჩიეთ ესეთი კერძები და ესეთი პროდუქტის გამოყენება გადაწყვიტეთ. მაგრამ ამ პროდუქტებს ჭირდება და ამ პროდუქტების დამუშავებას ჭირდება ცოდნა. მინდა გითხრა რომ ყველა კერძი იყო ძალიან კარგად შესრულებული ვიზუალურად, მაგრამ ორ კერძში იყო ტექნიკური პრობლემები. ანუ ტექნიკაში აღმოჩნდით სუსტები. სუპი ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იყო სუპის. უпростоრად 2 სუპი მივიღეთ ერთ-ერთი, მაგრამ კრევეტი არ იყო როგორც აღმოჩნდა კარგად დამუშავებული და მე მომეჩვენა რომ ცოტა კონსისტენცია არ იყო ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო. სუპში 7 ქულა. იდეა ძალიან მომეწონა. პრინციპში გემოც ნორმალური იყო, მაგრამ აი დასახვეწია, ასე ვთქვათ რა. და გამოსასწორებელი ვთქვათ კონსისტენცია ამისი, ვთქვათ ის კრევეტიც მოსაფიქრებელი იყო, ძართული ამოსაღები იყო. საჭიროდ ფიქრობ რომ ის ხიზილობა ზედმეტი იყო უკვე ისედაც ესეთ დატვირთულ სუპში, მაგრამ იდეა თვითონ ძალიან მომეწონა და პრეზენტაცია იყო მართლაც შესანიშნავი. ნუ რაღაცა ხარვეზები იყო ისეთი, რომელიც ნამდვილად დასახვეწია და ამიტომ ვფიქრობ 7 ქულას. ძირითადი კერძი. გადასარევი პრეზენტაცია, მაგრამ ძირითადი ინგრედიენტი იყო ფაქტურად არასწორად მომზადებული. მაგრამ იმდენად გემრიელი სოუსები იყო, რომ დაბალ ქულას ვერ დაგიწერდა 6 ქულა. ზედმეტად შემწვარი იყო. ჩემი ნაჭერი ყველაზე თან ეგეთი აღმოჩნდა, რომ ვიყურებოდი ზოგს უფრო ვილებიც კი აღმოერთად, მაგრამ ის პორტოხალი ზემოდან ვერ მივხვდი ესე, ნუ კი ვიზუალისთვის შეიძლება, ნუ მომეწონა ესე, მაგრამ დასახვეწია და ამიტომ 6 ქულა. რაც შეეხება დესერტს, ძალიან მომეწონა. უბრალოდ ჩემთვის ცოტა მეტი ხილი იყო, რომელიმე ერთით რო ყოფილიყო, მე უფრო მომეწონა და ამიტომ ვფიქრობ 8 ქულას. და ყოველთ ვერ ვიულობდით 9 ქულა. თქვენმა კონკურენტებმა თქვენი ვახშამი შეაფასეს 23 ქულად. და ჯამში გამოვიდა, რომ თქვენი ვახშამი შეფასდა 66 ქულად. ხო არ გინდათ რომ რამე გვითხრათ? რა ვიცი, ალბათ არ ველოდებოდი. ჩემთვის ესე ვიტყვი, რომ მაინც დაბალი ქულებია. ვფიქრობდი, რომ კეთესეთ მოგაწონებით თავს, მაგრამ იყო რაღაც პრობლემები, რომელიც ცოტა აგვრია, გავსტრესო და ალბათ ჩვენზეც იმოქმედა. ბევრად შეგვეშალა. კარგი ხედვა გაქვთ და კარგი იდეები გაქვთ და უბრალოდ უფრო მეტი დახვეწა ჭირდება ამას და ერთს გირჩევთ, რომ არასდროს არ იჩქაროთ. დაფიქრდით და ისე აკეთეთ და ბევრად უფრო პროდუქტიული გამოვა. უდაოდ კრეატიული წვლილი. ნამდვილად. მადლობა. მადლობა.
ობიექტური ვიყავი, ცოტა კიდე დავინდე ვფიქრო. რავი, არ ველოდებოდი მართლა ეხლა ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი შოკი. ემოციებს მე მალავ მართლა. აუქნათ. არა, უშავს. გამოვასწორეთ. ეს იმედია გამოსწორების შანსი მომეცი. თვალსაც ეგ იქნება. სამე სახინგლეში. Короче. და მე არ მაქვს მეტი არაფერი საქმე. ნორს. ნინამ და გიორგიმ 100 შესაძლებელიდან მხოლოდ 66 ქულის მოპოვება შეძლეს. ვნახოთ საბოლოოდ რა ადგილს დაეკავებენ ისინი ამ შედეგით ჩვენს სატურნირო ცხრილში.